იცი რა, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს მაგაზე. დაფიქრდი ერთი წუთით, რამდენი პირობა გაქვს დადებული საკუთარ თავთან ან სხვა ადამიანებთან, რომელიც არ შეგისრულებია. და მე ახალ რაღაცას რო ამბობ, აი შინაგანად ეგრევე რაღაცა ირთვება, რომ კი, აბა როგორ არა, ანუ რაღაცა ხმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეგრევე იმას რა, არის გაკეთებაც გინდა, იმიტომ რომ გამოცდილებაში გაქვს, რომ მანამ რო თქვი არ შეასრულე. როცა იწყებ შენი სიტყვის პატივისცემას, შენი თვითდაჯერებულობაც ნელ-ნელა იზრდება. იმიტომ რომ როცა პატივს ვცემ და აფასებ იმას, რაც თქვი, ნელ-ნელა იჯერებ, რომ რასაც ამბობ, ეგ შეგიძლია. და თუ აქამდე არის ბევრი რაღაცა პირობა, რომელიც შეიძლება დადე და არ შეგისრულებია, დაიწყე იმით, რომ აღიარე. ანუ დაადეკლარირე უბრალოდ, ჩამოწერე, გააკეთე სია, რომ აი ეს დავპირდი ჩემ თავს. და ეგ შეიძლება იყოს დაპირებები ჯანმრთელობასთან, სწავლასთან, დასვენებასთან, ნებისმიერ ესეთ საკითხი, რომელიც შეიძლება საერთოდ ყურადღებაც არ მიაქცია, ხა დიდი ამბავი არა უშავს. ჩამოწერე. მერე დაფიქრდი რა პირობები დაგიდია სხვა ადამიანებისთვის და არ შეგისრულებია, ანუ აღიარე უბრალოდ ეს და მიიღე ეს მოცემულობა. და მერე დადი ახალი პირობა. ოღონდ ეცადე, რომ ის, რასაც იტყვი, მერე შეასრულო.